მოგესალმებით ჩვენს მასტერკლასზე. ამ ვიდეოში კვლავ საკვები ნივთიერებების ხსნარის მომზადებას განვიხილავთ. ამჯერად განვიხილავთ ორგანულ სასუქებს, როგორიცაა ბიოკანა, რომელიც ვეგანური სასუქია. წინა ვიდეოში ჩვენ უკვე მოვამზადეთ წყალი. და ახლა უნდა ვნახოთ თუ რომელ ფაზაშია მცენარე. მაგალითად ხედავთ, რომ მცენარეს აქვს ნაყოფი და ყვავილები. ზრდის განრიგის მიხედვით ის მესამე გენერაციულ ფაზაშია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამზადებთ 5 ლიტრ წყალს. პირველ რიგში ყოველთვის ვამატებთ საბაზისო საკვები ნივთიერებებს. ამ შემთხვევაში სასუქს, ბიოკანა, ფლორეს. მაგრამ რა რაოდენობით? ზრდის განრიგის მიხედვით 40 მილილიტრი ყოველ 10 ლიტრ წყალში, მაგრამ ჩვენ გვაქვს მხოლოდ 5 ლიტრი. ამიტომ ვამატებთ ამის ნახევარს. სანამ მის ჩასხმას დავიწყებთ, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია შევანჯღრიოთ ბოთლი, განსაკუთრებით ორგანული პროდუქტების შემთხვევაში, რადგან ისინი საკმაოდ ბლანტია. იმის მიუხედავად, რომ გამოცდილ გროვერებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს რეზერვუარი მისი ხსნარში დოზირებისთვის, დამწყებებს ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ გამოიყენონ საზომი ჭიქა. შენჯღრევის შემდეგ ვიყენებთ ბოთლის თავისუფალ მხარეს ჭიქაში ჩასასხმელად. ამ შემთხვევაში 20 მილილიტრი მჭირდება. ოდნავ ზედმეტია, ასე რომ გადავასხამ ისევ ბოთლში, სანამ არ მექნება ზუსტი რაოდენობა. არ დაგავიწყდეთ თავსახურის დახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ჭუჭყი და მიკროორგანიზმი შეიძლება მოხვდეს ბოთლში. შემდეგ დაამატეთ იგი წყალში, რომელსაც ასევე ვუმოწმებთ ტემპერატურას. შემდეგ ვიწყებთ მორევას და თან ვასხამთ სასუქს. ყოველთვის გაასუფთავეთ ჭიქა, რადგან ბიოსასუქი საკმაოდ სქელი მასაა. კარგად მოურიეთ, სანამ დაამატებთ მომდევნო სასუქს. ამ შემთხვევაში ბიოკანას ბიორიზოტონიკს. ვიმეორებთ იგივე პროცედურას. კარგად შეანჯღრიეთ. ეს პროდუქტი არც ისე სქელია. გახსენით ბოთლი მარცხენა მხარეს, რადგან უნდა გამოვიყენოთ საზომი ჭიქა. და ამ შემთხვევაში მხოლოდ ცოტა გვჭირდება. 2.5 მილილიტრი. ჩაასხით ჭიქაში სწორი რაოდენობის სასუქი. ამის შემდეგ კვლავ მოურიეთ და დაამატეთ სასუქი. ყოველთვის კარგად მოურიეთ, რომ ხსნარი სწორად მომზადდეს. ამ პროდუქტის კარგად შერევის შემდეგ გადავდივართ საბოლოო დანამატზე, რომელიც ბიოკანას ბიობუსტია, მცენარის ყვავილობის პროცესის სტიმულირებისთვის. ყოველთვის შეანჯღრიეთ გამოყენებამდე. ვიყენებთ ისევ მარცხენა მხარეს, რადგან საზომი ჭიქის გამოყენება გვინდა. 10 მილილიტრი. ვურევთ ხსნარს და ვამატებთ სასუქს. ყოველთვის გამოიყენეთ პლასმასის ჯოხი, რადგან ხემ ან სხვა მასალამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ხსნარზე. ჩვენი საკვები ხსნარი უკვე მზად არის. შეგიძლიათ გადაიტანოთ სარწყავში და დაუსხათ მცენარეს სწორი რაოდენობით, რომელიც სჭირდება დღეისთვის.